შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ზღვასთან მე-6 ნაწილი 1. ვდგევარ ზღვისპირას და ველი ამინდს. უხმობ გემების აშვებულ აფრებს. ალექსანდრე პუშკინი. კორნელის ადრე გამოეღვიძა. სხეული დაბეგვილი ჰქონდა. თითქოს მთელი ღამე მძიმე შრომაში გაეტარებინოს. თვალები უძილობის გამო დასწითლებოდა. ზე ამოსულიყო და კარებთან დაკიდებულ პალტოს აშუქებდა. კორნელი მხოლოდ ახლა გამოერკვა სამიჯნურო თაუბრუსაგან და გაიფიქრა. სად მივდივარ? მაყაშვილების აგარაკზე ჩემთვის ადგილი არ ექნებათ. სასტუმრო კი ქობულეთში არ არის. ბათუმში ჩავალ კუკურის არანდიასთან. იქ ღამეს გავათელ, გამოვიძინებ და ისევ ქობულეთში გავჩნდები. ნინოს, ელოს და მიხას კარისმერეთში წავიყვან. იქ ერთი კვირა დავრჩებით. მერმე ჩემი შვებულებაც გათავდება. ამთვის ბოლოს თბილისში უნდა ვიყო უთუოდ. შევარდენს გაფრენაზე უნდა გავყვე. გამომცემლობის დირექტორი გაგიჟდება. შვებულებაში რად მიდიოდა, თუ მეორე დღეს ისევ წასვლას აპირებდაო. მალე მიხოსაც გამოეღვიძა. მაყაშვილებმა საუზმეზე დაუძახეს. ნინო კორნელიზე უფრო მოქანცულიყო და თვალებიც უფრო დასწითლებოდა. ფერწასულ ნინოს და კორნელის ელო ღიმილით შეაცქერდა. საუზმის შემდეგ, როდესაც კორნელი კუპედან გავიდა, დედამ ნინოს უთხრა. საშინელი ფერი გაძევს. ასეა დედას რომ არ დაუჯერე. ფანჯარასთან დილამდე ფეხზე დგომა გაგონილა? ჩაიხედე სარკეში რას მგევხარ. ქობულეთამდე დიდი დროა. დაწექი და დაიძინე. არც კორნელის დასდგომია კარგი დღე. საწოდავები, შენიშნა ელომ. რაზე ლაპარაკობდით ამდენ ხანს? კითხა ვარდომ ნინოს. ვარსკვლავებზე, მთვარეზე, სიყვარულზე. მაშ კიდევ რაზე? დასცინა ელომ. ესტატემ გაიცინა. ნინო აიმზირა. დაწვა კედლისაკენ გადაბრუნდა და ბრაზმორეულმა მშობლებს ზურგი შეაქცია. ესტატემ ცოლს თვალი უყო და ჩუმად უთხრა. ხიკიან იმერელს აღგავს. ზიანი ამინდი შეიცვალა, მოიღრუბლა, აცივდა. გამდელმა ნინოს პალტო გადახურა. ფანჯარასთან ფეხზე დგომით კორნელი დალეწილიყო. ვარსკვლავებით გატაცებულს, ლექსების დაუსრულებელი კითხვისა და მსოფლიოს უსაზღვროებაზე ფიქრის გამო თავი ისე სტკიოდა, თითქოს გახურებულ ლურსმნებს არ ჭობენა. ისიც დაწვა და მალე ჩაეძინა. ნატანების შემდეგ ევტიხის ქაქანმა გამოაღვიძა. ახლა თავი აღარ სტკიოდა. სახსრებიც დაამებოდნენ და კუნთებშიც ძალა ჩახუროდა. ქობულეთის სადგურზე ევტიხი და შურა მაყაშვილების ბარგს მოეკიდნენ. მიხა და კორნელიც მიეშველნენ და ბარგი სადგურზე ჩაიტანეს. ქობულეთშიც მოღრუბლული დღე იყო და ცივი ქარი უბერავდა. მე ბათუმში წავალ, ამაღამით დავრჩები, ხვალ დილით ქობულეთში ჩამოვალ. დამიჯერეთ, ასე აჯობებს.
უთხრა კორნელიმ ნინოს. ნინომ დაუჯერა. ზარი დაჰკრეს. კორნელი ვარდოსთან და ესტატესთან მივიდა გამოსამშვიდობებლად. როგორ? სად მიდიხართ? თითქო გაუკვირდა ვარდოს. ბათუმში საქმე მაქვს. ხვალდილით ჩამოვალ ქობულეთში, მიუგო კორნელიმ. ბათუმში რად უნდა წახვიდეთ? ხვალ ესტატეც მიდის ბათუმში და თუ იქ საქმე გაქვთ, მას გაჰყევით. მაინც და მაინც თავგამოდებით არ პატიჟებდა ვარდო კორნელის. ამ დროს მატარებელიც დაიძრა. კორნელი არაჩქარებულა, უკანა ვაგონს გაძრახ დაუცადა და მერმე გაქანებულ მატარებელს სწრაფად და კოხტად შეახტა. კიბეზე გაჩერდა. სახელურს ხელი მოავლო, კეპი მოიხადა და მაყაშვილებს დაუქნია. ქარმა თმა მიმოუბნია. ჰასტუხი მოსტაცა და ჰაერში ააფრიალა. ევტიხიმ, შურამ და მიხამ ბარგს ხელი დასტაცეს და ბაქანიდან სადგურისაკენ გაეშურნენ. მათ ესტატე, ვარდო, გამდელი და ელო მიხვდნენ. ნინო კი ისევ ბაქანზე იდგა და კორნელის ღიმილით გასცქეროდა. მატარებელი თვალს მიეფარა. კიბის სახელურს მარჯვენა ხელით ჩაჭიდებული კორნელი ზღვისაკენ მთელი ტანით გადაიხარა. ერთხელ კიდევ მოჰკრა თვალი ნინოს და კეპი დაუქნია. ნინომ გაუღიმა და ხელი აუწია. ერთი შეხედე, როგორ გაშტერებული გახურებს მატარებელს. ჩვენი დარდიც კი არა აქვს. წყენით უთხრა ვარდომ ელოს. სუნთლად დაჰკარგა გონება, დაუდასტურა ელომ. მაყაშვილებმა ეტლები დაიჭირეს და აგარაკისაკენ გასწიეს. აგარაკი სადგურიდან 2 კილომეტრით იყო მოშორებული. სადგურის ახლოს ბაზრის მოედანზე დოლზე უკრავდნენ და ჩაქურაში გამოწყობილი აჭარლები ხორუმს ცეკვავდნენ. მოცეკვავეთა შორის მოხუცებულებიც იყვნენ. აჭარლების რაღაც დღესასწაული იყო. შურა, შეხედე, უთხრა ევტიხიმ ქალს. ეშმაკუნები რა კოხტად ცეკვავენ, გაიცინა შურამ. მეც ვიცი ეს ცეკვა, მოაწონა ქალს თავი ბარგზე მჯდომმა ევტიხიმ. იგი ბედნიერად გრძნობდა თავს, შურასთან საქმე გაჩარხული ჰქონდა. ქვიშხეთი და ქობულეთი მისი საქორწილო მოგზაურობა იყო. ბუხრის ქუდი გაისწორა და კრიმანჭული წამოიწყო. ალი ფაშამ გვიღალატა, ჩაგვიყვანა კვირიკეთში და ჩაქვში ჩავალ ბუკითაო. გურულმა მეეტლემ გაიღიმა და ჩინებული მეორე უთხრა. შურამ კისკისი მორთო. ევტიხის და შურა შეხედეთ, რა დღეში არიან. დაიძახა გამდელმა. ნეტავ ევტიხის, საქუდათ არ მეაჩნია, დედამიწა ქალამნად. მიუგო ვარდომ. ცოტა უნდა აფრენდეს. არ შეგიმჩნევია? სერიოზულად ჰკითხა ესტატენ. შემიმჩნევია, მერმე რა. იგი ჩვენზე უფრო ბედნიერია, მიუგო ვარდომ. შურა შეირთო. ახლა ჩვენ მაგათი მაყრები ვართ. ევტიხიმ ხელი ასწია. ფეხები ეტლიდან გადმოჰკიდა, გაშჭიმა, გაასავსავა და დასჭყივლა. ეხ, დედისა მერილისასა, მერმე მეეტლეს გასძახა. მიდი რა გარეკე ცხენები, გენაცვალე სულში. უცბად სახლები გათავდა, ეტლები ველზე გავიდნენ. ზღვა, ზღვა, იყვირა ნინო. ზღვა ღელავდა და უცნაურ და კაეშნის მომგვრელ გმინვას გამოსცემდა. ყველანი დადუმდნენ და განცვიფრებით მიაშტერდნენ უნაპირო ზღვის სივრცეს. თითქოს სასწაული იხილესო. მაგრამ ევტიხი ახლა უფრო ხმამაღლა ამბობდა თავის გურულ კრიმანჭულს. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მის ბედნიერებას, საქორწილო მოგზაურობას ეს გოლიათის სტიქიონიც კი უნდა მისალმებოდა. ფიანდაზად გაშლოდა და მის ტალღებში შეცურებულ ნავში მჯდარი თავქარიანი ევტიხი და მისი დულცინეა ენანავებინა.
ბოლოს ეტლები აგარაკთან გაჩერდნენ. სახლის პატრონმა ჭიშკარი გააღო. მაყაშვილებს მისი ჯალაბი შეეგება. აგარაკს წინა აივანი გზისაკენ ჰქონდა, ხოლო უკანა კი ზღვისაკენ. საკვირველია, ეს სახლი პირიქით უნდა გაეშენებინათ, წინა აივნი ზღვისაკენ. განაცხადა უკანა აივანზე გაჩერებულმა და ზღვის სანახაობით მოჯადოებულმა ნინო. საუბედუროდ ქართველი მიწასთან უფროა დაკავშირებული ვიდრე ზღვასთან. ქართველს არ შეუძლია სამშობლოდან შორს იცხოვროს. მისთვის ხმელეთის გზები უფრო საიმედონი არიან ვიდრე ზღვისა. სავალალოა, რადგან ზღვა ავითარებს ადამიანში ნებისყოფას, სიმტკიცეს და გაბედულებას. შენიშნა ღრმა ფიქრებში წასულმა ესტატემ, მაგრამ მამის სიბრძნისათვის მის ქალს ახლა ყურადღება არ მიუქცევია. ვარდო და გამდელი ბარგს ხსნიდნენ, ფუსფუსებდნენ და ბინას ისე ალაგებდნენ, გეგონებოდათ ამ სახლში სამუდამოდ ცხოვრებას აპირებენო. ვარდომ და ესტატემ დიდი ოთახი დაიკავეს გზის პირას. გამდელმა ნინომ და ელომ ზღვისაკენ. ევტიხი და შურა სამზადის გვერდით პატარა საკუჭნაო ოთახში მოთავსდნენ. მიხა კი უკანა აივანზე. დილით ესტატე ბათუმში გაემგზავრა სასამართლოს გამსვლელი სესიის სხდომაზე. საღამოს უკანვე მობრუნდა. ქობულეთში ისვენებდნენ იმ ხანებში აგრეთვე ბარბარე მაჩაბელი, მისი ქალი მანანა და ჟურნალისტი გენადი ქადაგიშვილი. მაყაშვილთა ჩამოსვლა რომ გაიგო გენადიმ, საღამოს ვიზიტი გაუკეთა მათ. ესტატე, ვარდო და გენადი ეზოში სოჭის ჩრდილქვეში ისხდნენ, ხოლო ელო, ნინო, მანანა და მიხა ზღვისპირას წამოწოლილიყვნენ. საღამოს ცა მოიწმინდა. მზით შეღებილი ღრუბლები დასავლეთისაკენ მიიჯარდნენ. მაყაშვილები და გენადი ზღვისა და დასავლეთის ცის სანახაობით ტკბებოდნენ. ვარდოს გაუკვირდა. ნინო ელოს, მანანას და მიხას მოშორებოდა. ცალკე დამჯდარიყო და ბათუმისაკენ თვალმოუშორებლივ იცქირებოდა. კორნელი დღეს არ ჩამოვიდა. უთხრა ვარდომ ესტატეს. ვინ კორნელი? ჰკითხა გადიამ. კორნელი მხეიძე, მიუგო ვარდომ. კორნელი მხეიძე აღარ არსებობს, შენიშნა გენადი. როგორ? გაუკვირდა ესტატეს. არის გიორგი მახვილაძე და არა კორნელი მხეიძე. რას ამბობ ვერ გამიგია. ბოლშევიკურ ჟურნალში დაბეჭდილი მისი მოთხრობა წაიკითხეთ და მაშინ გაიგებთ, მიუგო გენადი. რა მოთხრობა? გოჯასპირ. იგი ნიჭიერად არის დაწერილი, მაგრამ შიგ ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება იმგვარად არის გათახსირებული, რომ იმ მოთხრობის ავტორი უთუოდ ბოლშევიკი უნდა იყოს. მერმე კორნელი მხეიძე რაშვაშია. გიორგი მახვილაძე კორნელი მხეიძის ფსევდონიმი გახლავთ. არა, სხვა ვინმე იქნება, შენიშნა ვარდო. ნამდვილად ვიცი, კორნელი მხეიძე ყოფილა, თვითონაც არ უარყოფს. რას ეხება ეს მოთხრობა? ჰკითხა ესტატემ გენადის. გლეხთა აჯანყებას, მიუგო გენადიმ. გაზეთებს შუა ჩადებული ჟურნალი ამოიღო და ესტატეს გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ გენადი წავიდა. ესტატემ კორნელის მოთხრობის გოჯასპირის კითხვა დაიწყო. როდესაც მზე ჩავიდა, ესტატემ ცოლს უთხრა. ღმერთმა შეარცხვინოს. მიკვირს რამ დააწერინა ასეთი უმსგავსობა. გახსოვს ვაგონში რა განაცხადა? არ მაგონდება. საქართველო დენიკინის წინააღმდეგ ბოლშევიკებთან ერთიანი ფრონტით რომ გასულიყო, აჯობებდაო. ახლა ჩვენთვის ყველაფერი აშკარაა, შენიშნა ვარდომ და
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ქმარს უთხრა: ამდენ ხანს გიმალავდი და ახლა უნდა გაგიცხადო. ნინოს კორნელი უყვარს. რა? ეგ შეუძლებელია. განაცხადა ესტატემ. მაშ დაეთანხმა ვარდო, მაგრამ რა უყოთ ნინოს? შენ როგორ გგონია, რისთვის გაიქცა ის ქვიშხეთიდან თბილისში, ან რისთვის გამოგვეკიდა კორნელი ქობულეთში? თავზარდაცემული ესტატე დუმდა. ხვალ შენ ბათუმში გაემგზავრები, იქიდან ფოთში და მერმე კი ისევ თბილისში. მთელი უბედურება ჩემს თავზე გადაივლის. დაიწყო ვარდო. რა უბედურება? ჩვენები შემპირდნენ, სოფელში წამოვალთო და კორნელი 2-3 დღეში ნინოს, ელოს და მიხას კარისმერეთში წაიყვანს. არავითარი კარისმერეთი. მე წინააღმდეგი ვარ, ასე მოახსენე ნინოს. როგორ მოახსენო? არიცი ნინოს ხასიათი. ვარდო, შეზძახა ცოლს ქმარმა. შენ გაასულელე იგი და ახლა შენვე უპატრონე. მაგ საქმეში მენ უჩამრევ, თორემ ცუდად დამთავრდება. ასეა ყოველთვის. განა ის შენი ქალი არ არის? კორნელის კარისმერეთში არ წახვე, თავი გაანებე მეთქი ეს უთხრა? ყვედრი და ქმარს ვარდო. უნდა უთხრა. მე მაგას ვერ ვეტყვი. გაგიჟდება. გაგიჟდეს. მე თავადი მაყაშვილი გახლავარ და უმსგავსო მოთხრობის მჯღაბნელ მწერალს ჩემ ქალს ვერ მივათხოვებ, ისიც ბოლშევიკს. ჩუმად ნუყვირი კაცო, ნინომ არ გაიგონოს, თორემ თავს მოიკლავს. უმჯობესია თავი მოიკლას, შავ ზღვაში თავი დაიხრჩოს. იყვირა ესტატემ და მერმე შინ წავიდა. გაბრაზებული თავადი აივანზე გაშმაგებით ბოლთასას სცემდა. ვარდოს ნერვები აეშალა. სკამიდან ვეღარ ადგა. სახეზე და ტანზე წითელი წინწკლები დააჯდა. ერთბაშად გამოჰყარა. თითქო ჭინჭრით გალახეს და ქავილი დააწყებინაო. დედამ კარგად იცოდა თავისი ქალის ხასიათი და კარგადაც ჰქონდა წარმოდგენილი რა ამბავსაც დაათევდა. ვახშმის დროს ვარდომ დაიწყო. ხომ ხედავთ, დღეს კორნელი არ ჩამოვიდა. იგი არც ხვალ ჩამოვა. განა მას რამე დაეჯერება, იგი მკვეხარა და ცრუპენტელაა. ვარდოს ეგონა კორნელის დამცირებით შვილს მასზე გულს აუცრუებდა. ნინო შეშფოთდა. მისი შეშფოთება და გაკვირვება კიდევ უფრო იზრდებოდა, როდესაც დაგლოვებულ და უცნაურად დადუმებულ მამას აცქერდებოდა. ვახშმის შემდეგ ნინოსთვის გაუგებარი ამბავი ისევ გაგრძელდა. ვარდო ელოს, ხან მიხას გაიხმობდა. მათთან ზღვისპირა სეირნობდა და საიდუმლოდ ეთათბირებოდა. ნინო მაშინვე მიხვდა მის წინააღმდეგ შეთქმულება რომ მზადდებოდა. მიხამ ცეცხლს ნავთი დაასხა და ვარდო საიდუმლოდ გაუმჟღავნა. კორნელიმ თბილისიდან დედას წერილი მისწერა. საცოლე მომყავს მისი დაი ელოს ქმარი მიხა და აბა შენიცი როგორ მასპინძლობას გაგვიწევო. როგორ თუ საცოლე? გაოცდა ვარდო, რადგან კორნელი ხვალ დილით უნდა ჩამოსულიყო, ამიტომ ვერ მოითმინა. ნინო ზღვისპირას გაიხმო და ჰკითხა: შენ ცოლობაზე დასთანხმდი კორნელის? არა, რისთვის მეკითხები? მე და მამა შენმა რაღაც ცუდი გავიგეთ კორნელიზე. რა გაიგეთ? მამა შენს ვკითხე. ნინო მაშინვე მამისაკენ გაეშურა. მამა წინა აივანზე იჯდა, თამბაქოს ზედიზე დეწეოდა. ნინო მივიდა, აივნის მოაჯირს დაეყუდა, წუხარე, ჩაფიქრებულ თვალებში ჩახედა მამას და ჰკითხა:
რა გაიგეთ თქვენ კორნელიზე? უნდა მოგელაპარაკო. მიუგო ესტატემ, ადგა და ნინო ოთახში შეიყვანა. ესტატე მაგიდასთან ნინოს პირდაპირ დაჯდა. წინ ჟურნალი დაიდო და შვილს უთხრა. აი ეს ბოლშევიკური ჟურნალია. შიგ სხვათა შორის კორნელის მოთხრობა, გოჯასპირი არის დაბეჭდილი. ახლა იკითხე რას წერს. დაიწყო ესტატემ და ქალს კორნელის მოთხრობა უამბო. თანაც ხაზგასმული ადგილები წაუკითხა. კორნელი ბოლშევიკი ყოფილა. ჩვენ კი პატრიოტი გვეგონა. ჯარიდან მისი წასვლა, ჩვენი პოლიტიკური კამათები კარისმერეთში, მისი მეგობრობა ვანო მახათაძესთან და ზოგიერთი მისი სხვა საქციელი წინათაც არ მომწონდა და მაოცებდა. უთხრა მამამ შვილს. არა მამიკო, მე არ მჯერა კორნელი ბოლშევიკი იყოს. ძლივ შეხვდა ნინომ მამას და სახე რაღაც საშინელი ტანჯვით დაეღრიჯა. როგორ? გაუკვირდა ესტატეს. ამ მოთხრობის დამწერი მაშ ვინ უნდა იყოს? ვთქვათ ბოლშევიკი არ არის. ყოველ შემთხვევაში ის ხომ ბოლშევიკებს თანაუგრძნობს. რა განსხვავებაა? მერმე იცი რა მოაქვთ თქვენთვის ბოლშევიკებს? ნინოს დუმდა. ამას მეგეტყვი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა ჩვენი თავად აზნაურთა განადგურება და გამათხოვრება. საქართველოდან ჩვენი აყრა, ციხე, ციმბირი და სახრჩობელა. ღმერთო დიდებულო, სასოწარკვეთილი ხმით დაიძახა ნინომ. უბედურება ისაა, რომ ისინი ახერხებენ ჩვენ სახლში შემოძრომას. იყვირა ესტატემ და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კითხა. შენ გიყვარს იგი? ნინომ თვალი ვერ გაუსწორა და სახეზე ხელები აიფარა. თუნდაც გიყვარდეს, გულიდან უნდა ამოიღო მისი სიყვარული. ტერს მოყვრათ ვერ გავიხდით. სამშობლოს მოღალატე ჩემ სახლში ფეხს ვერ დაადგამს. უბრძანა მამამ. მამის ყოველი სიტყვა გახურებული შანთივით დაღავდა ნინოს. მე მოველაპარაკები მას, უთხრა ესტატემ. ნინომ სახიდან უმალვე ჩამოიღო ხელები. მამას თვალებში შეანათა და უყვირა. ეგ არ გაბედო, მამა. ესტატე გაშტერდა. როგორ? შენ მამას უყვირი? მე არ გიყვირი. მე ვამბობ, რომ არავის არ მივცემ უფლებას ჩემსა და კორნელის ურთიერთობაში ჩაერიოს. მე თვითონ მოველაპარაკები მას. ისე ჯიუტად და ისეთი ურყევი გადაწყვეტილებით მიუგო ნინომ, რომ ესტატე სახტად დარჩა. შვილი ვერ იცნო. ახლა მას ბავშვი კი არა, მოწიფული და თავდამტკიცებული ქალი ედავებოდა. ყოველ შემთხვევაში თქვენ კარისმერეთში ვერ წაბრძანდებით. უკვე თქვენობით მიმართა ქალს ესტატემ და მის ხმას პირვანდელი ძალა დაეკარგა. სამაგიეროდ ახლა ნინომ აღიმაღლა ხმა. თქვენ ვერც ამას ამიკრძალავთ, მაგრამ დამშვიდდით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე თქვენზე ნაკლებ არ ვაფასებ ჩემს ღირსებას და თავმოყვარეობას. თავქარიანი ქალი არ გეგონოთ. ნინო ჩქარი ნაბიჯით წავიდა თავის ოთახში. ესტატე ხელავდა. ნინოსთან საუბრის დროს მანამდე უცნობი და უცნაური ისეთი გრძნობა განიცადა, რომ ახლა თავბრუ დახვეული ბორიალობდა ოთახში. ხანდახან ღია ფანჯარას მიადგებოდა, ზღვის უცნაურ და კაეშნის მომგვრელ გმინვას ყურს უგდებდა. სარკესთან გაჩერდა ესტატე. თავის წამოწითლებულ და აღგზნებულ თვალებს დააცქერდა. თმაზე ხელი გადაისვა და
საფეთქლებთან მოჭარბებული ჭაღარა მხოლოდ ახლა შენიშნა. სახის ნაოჭებმა გააოცეს და უმალვე ის დიდი დრო წარმოუდგა, როდესაც უღონო, უმწეო და საწყალი ბერიკაცი გახდებოდა. თავისი თავი შეეცოდა და მზრუნველად, შემბრალეთ და ერთადერთ მუგეშად ნინო მიიჩნია. გულში თავისი ქალისადმი სიყვარულისა და სათნოების გრძნობა გაუასკეცდა. მთელი მისი არსება ნინოს ჯამრთელობის, ბედნიერების და ბედიღბლისადმი ზღურვითა და დარდით აღივსო. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ვარდო ფეხაკრეფით მივიდა ესტატესთან. მოელაპარაკე? ჩუმად ჰკითხა ქმარს. მოველაპარაკე. მერმე? ესტატემ არაფერი არ უპასუხა. ნაღვლიანი თვალებით შეხედა ცოლს და ნაზად აკოცა შუბლზე. ვარდო გაოცდა. ნინოს ძილი გაუკრთა. იგი ღია ფანჯარასთან იწვა, ზღვის გმინვას ყურს უგდებდა და ფიქრობდა. ნუ თუ კორნელი ბოლშევიკია, ნუ თუ იგი აჯანყებულ გლეხობას, ბრბოს და იმ ბნელ ძალას მიემხრო, რომელიც თავად აზნაურების, კულტურული ხალხის და მაშასადამე ჩემი მშობლებისა და ჩემს მოსპობასაც ლამობს. ზღვა უფრო ღელავდა ახლა და ნინო შეშინებული ისმენდა მის ბობოქარ გვინვას. არ გძინავს? გადმოსძახა საწოლიდან ელომ. არა, არ მეძინება რატომღაც. ნუ რაფერზე ნუ იფიქრებ და დაგეძინება. შენ რა იცი რომ ყრუ ხომ არა ვარ? განა შენი ოხრა არ მესმის? თვალები დახუჭე და დაიძინე. თვალებიც დავხუჭე. შევეცადე არაფერზე მეფიქრა. 1000-მდეც დავთვალე, მაგრამ მაინც არ დამეძინა. წარმოიდგინე ზღვა, მისი ტალღების დაუსრულებელი მიმოქცევა და უმალვე დაგეძინება. ასავლა ელომ. პირიქით, ზღვის ტალღების დაუსრულებელი ქშენა და გმინვა ნერვებს მიშლის. ამბობენ ზღვა ნერვებს ამშვიდებსო. მაშინ რისთვის ჩამოვედით ქობულეთში? არ ვიცი. ვისზე როგორ მოქმედებს ზღვა, მე კი მაღიზიანებს. აი ყური დაუგდე. ისევ ზღვის გმინვა და შხვილი, დაუსრულებელი გუგუნი და გოდება მოისმის. თითქო გიგანტური ქვაბი დუხს და შიშინებსო. ერთი წამით მაინც შედგეს გულის გამაწყალებელი ეს ხმაური, პირდაპირ ნერვებს მიშლის. მე ვიცი რაც იმოქმედებს შენზე. გაანებე თავი კორნელიზე ფიქრს. ერთხელ და სამუდამოდ გასწყვიტე მასთან კავშირი და უმალვე შვებას იგრძნობ. ნუ თუ არ მოგბეზრდა მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა. შენ არასოდეს არავინ არ ყვარებია? ჰკითხა ნინო. ნინო შეკითხვამ გული ატკინა ელოს. გარწმუნებ, მამაკაცები ყველანი ერთი რჯულისანი არიან. ისინი არ არიან ჩვენი სიყვარულის ღირსნი. მათ მხოლოდ მდაბალი გრძნობა ამოძრავებთ. უკმეხათ მიუგო ელომ. მაგას სიყვარულში ბედდამწვარი, უბედური, შინაბერა ქალები ამბობენ. შენიშნა ნინო. ელო აენთო და ნინო აღარ დაზოგა. შენ კი ბედნიერი ქალი ბრძანდები? მეცოდები, რადგან დარწმუნებული ხარ შენ და მი კორნელის სიყვარულში. რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მე მას მაინც უყვარვარ. დარწმუნებით მიუგო ნინომ. ცდები. ელო, მე დიდი ხანია მინდა საიდუმლო გაგიმხილო. ბევრჯერ დავაპირე მეჩვენებინა შენთვის. იგი დაგარწმუნებს, რომ კორნელის გულწრფელად უყვარვარ, მაგრამ მეშინია საიდუმლო რომ ვერ შეინახო. ენა ჭარტალა არა ვარ. მაშ ლამპა აამთე და ის ჩემი პატარა ჩემოდანი მომიტანე.
უბრძანა ნინომ. გამდელს გამოეღვიძა. ნინოს გადახედა, მერმე მეორე გვერდზე გადაბრუნდა და მალე ხრინვა ამოუშვა. ელო ცნობის მოყვარეობამ წაიღო, ადგა, კაბა ჩაიცვა. ლამპა აანთო და ნინოს პატარა ჩემოდანი მიაწოდა. ნინომ გახსნა და ფრანგულ რომანში ჩაწყობილი კორნელის წერილები. ლექსი ამოიღო და ელოს ჩუმად წაუკითხა. მაღალი, გამხდარი, კერდჩავარდნილი, ფერმკრთალი ქალი ელო სასთუმალთან სელის სკამზე იჯდა და გაოცებით მისჩერებოდა აღგზნებულ დას. რაც უფრო ეხგზნებოდა ნინო კორნელის წერილების კითხვით და სახეზე ალმური ედებოდა, მით უფრო ფითრდებოდა ელო და გულში შური ებადებოდა. რადგან ასეთი უნაპირო გრძნობებით სავსე სამიჯნურო წერილები არც ერთ მამაკაცს არასოდეს მისთვის არ მიუწერია. ბოლოს, როდესაც ნინომ მღელვარე ხმით კორნელის ლექსის კითხვა დაასრულა, ელოს მოთმინების ფიალა აღევსო და გესლიანად შენიშნა. პოეტის ჩვეულებრივი ნაცნობი წერილები და ლექსია. სხვა არაფერი. ნუ თუ ეს ყველაფერი გჯერა, საბრალო გოგონა, დედა რა მიამიტი ყოფილხარ. ნინოს არ შეუმჩნევია დის დაცინვა, რადგან იგი კორნელის წერილისა და ლექსის ჯადოსნური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მე გვიან მივხვდი ამ ლექსის მნიშვნელობას. თუ რატომ ამბობს კორნელი და სისხლიანი მაგონდება ისევ რომანი. უთხრა ნინომ ელოს. მეოცნებე თვალებით ფანჯარაში გაიხედა და ვარსკვლავებს მიაშტერდა. მერმე ისევ ჩუმად თქვა, თითქო იდუმალ ფიქრს განაგრძობსო. შენ არიცი რა ჭკვიანი, ნიჭიერი და უცნაური კაცია კორნელი. მას შეუძლია ჩემი გულისათვის ხმალში გავიდეს, მეტოქე სიცოცხლეს გამოასალმოს ან თავი მოიკლას. მასთან თამაში არ შეიძლება. ახლა ხომ ხედავ, როგორი ადამიანი უნდა დავკარგო მე. თავი გავანებოთ რა სისხლიან რომანებს. მაშ რისი პოეტი და მწერალი იქნებოდა სამიჯნურო წერილებს და ლექსებს თუ ვერ მოღწერდა. ეს თვალთმაქცობა და სხვა არაფერი. პოეტები ყველაზე უფრო სცრუობენ, შენიშნა ელომ. აბრეშუმის პერანგში ნახევრად შიშველი და თმაწეწილი ნინო გაიფოფრა. თვალები ბრაზიანი ვეფხვივით შეანათა ელოს და უყვირა. შენ საბუთი არა გაქვს ეგრე ილაპარაკო. ალბათ მაქვს, მიუგო ელომ. განზე გაიხედა და ნინოს ანიშნა. უყვირი, თორემ გამდელი გაიღვიძებს. რა საბუთით ამბობ მაგას? ახლა ჩუმად ჰკითხა ნინო. გეტყოდი, მაგრამ მეც მეშინია, საიდუმლო რომ ვერ შეინახო? მამას გეფიცები, არავის არაფერს არ ვეტყვი. როდესაც ჩვენ ქვიშხეთში ვიყავით, იგი მარგარიტა ლეტცთან ცხოვრობდა. ტყუილია, აი ამ წერილის შემდეგ არა. მიუგო ნინომ და ის წერილი ასწია, რომელიც მას კორნელიმ რესტორნიდან მოსწერა. მაშიცოდე, როდესაც ჩვენ კორნელიმ ქვიშხეთში გაგვაცილა, მარგარიტასთან რესტორანში იქეიფა და მერმე თავის ოთახში წაიყვანა. ჰო, კორნელი ცხოვრობს მასთან. ჭორს თავი მოუხსნა ელომ. მას ეშინოდა გამდელს არ გაღვიძებოდა და ამიტომ ჩუმად ლაპარაკობდა, მაგრამ ჩურჩულით თქმული სიტყვები მეტ გავლენას ახდენდნენ ნინოზე და უხილავი ძალით შხამავდნენ ქალის გულს. არ მჯერა,
შენიშნა ნინომ, იმიტომ რომ შენ სიყვარულისაგან დაბრმავებული ხარ, ეს გასაგებია. მითხარი ვინ გითხრა და დაგიჯერებ. შენ კორნელისთან ან სხვა ვინმესთან წამოგწდება. ნუ გეშინია არ წამომწდება. მითხარი ვინ გითხრა? ემუდარებოდა ნინო. მიხამ. ნინო წამოიჭრა, კაბა ჩაიცვა, საჩქაროდ აივანზე გავიდა, მიხა გააღვიძა და სთხოვა. ჩაიცვით და ჩვენს ოთახში შემოდით ახლავე. ნინო საწოლზე დაჯდა და ციება შეყრილივით ანთებული თვალები ღია კარებს მიაშტერა. კარების ჩარჩოში ბნელი ღამე ჩანდა. მალე იმ ჩარჩოში უცნობი აჩრდილი გამოჩნდა. თმაბურძგნულ მოღუნულ მხატვარს პიჯაკი ჩაეცვა და საყელო აეწია. შეშინებული თვალები ანთებოდნენ. იგი ფეხის წვერებზე შემდგარიყო და ფეხაკრეფით ქურდივით შემოვიდა ოთახში. მიხამ ცოლის თქმული დაადასტურა. მერმე ყველანი ჩუმად დაიშალნენ. ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო ეს ოპერაცია. გაიფიქრა ელომ და თავისი თავი დაარწმუნა, რომ კარგი საქმე გააკეთა. მიხაც აივანზე გავიდა, საწოლზე დაჯდა. მერმე ქურდივით გაირინდა, ზღვას გახედა და თვალები შიშისაგან გაუშტერდა. ნინო კი ისევ ღია ფანჯარასთან იწვა. ცას მიშტერებოდა და ფიქრობდა, ჩემი ბედის ვარსკვლავი თუ სადმე ანათებდა, ალბათ ამაღამ ჩაქრებოდა. უცბად თვალთ დაუბნელდა, ყურებში ჟიჟინი აუტყდა და ხელფეხი გაუცივდა. მერე ისეთი კანკალი დააწყებინა, რომ კუნთები კინაღამ არ დაასყდა. ოთახში გამდელის მიერ გაღვიძებული ვარდო შემოვარდა. ნინოს საბნები დახურეს, ფეხებში ცხელი აგურები შეუწყვეს, მაგრამ არაფერმა არ უშველა. თავქუდ მოგლეჯილი ესტატე და მიხა ექიმის მოსაყვანად გაიქცნენ. ელო შეშინდა, ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე? ნინო რიჟრაჟამდე ხბორგავდა. დილით ნერვიულმა პარაქსიზმმა გაუარა, მაგრამ ფიზიკურ და სულიერ დაღლილობას, საშინელ დეპრესიას გრძნობდა. დილით, როდესაც ნინო დამშვიდდა, ესტატე ბათუმში წასასვლელად მოემზადა. ვარდო გაიხმო და უთხრა, ნინოს გაუფრთხილდი. საწოდავი რას აღგავს? როგორ დაიტანჯა ბავშვი? კორნელი თვითონაც შეატყობს ავად რომ არის. უთხარი ქობულეთიდან ნინოს ვერსად ვერ გაუშვებ. სიტყვაც არ დასძრა გოჯასპირის შესახებ. იცოდე, ნინო და კორნელი მარტო არ დარჩნენ. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება წაგვეკიდა. ევტიხი მეტლი მოიყვანა და ესტატე სადგურისაკენ გაემგზავრა.